ირაკლი დაგამუჭდა? არა, მაღლა. ადამიანისა და დელფინის ურთიერთობა ეს არის ნებაყოფლობითი და თანამშრომლობა. ამით იწყება სწავლება. ესე იგი, სწავლის პირველი ეტაპი არის ის, რომ უნდა გვენდოთ ერთმანეთს. ესე იგი, პირველ რიგში უნდა გვენდოს ის ჩვენ. ჩვენთან ახლა არის შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის საფალინები ბინადრობენ. ესე იგი, შავი ზღვის საფალინები მოგეხსენებათ, ეს არის გამორიყული დელფინები, რომელთაგანაც ჩვენ 6 გამორიყული დელფინი იყო, მაგრამ ერთი ვერ გადავარჩინეთ და 5 გადარჩა. შემდეგ ჩამოვიყვანეთ იაპონიიდან, რომლებიც ახლა თავს კარგად გრძნობენ და მშვენივრად შეეგვინენ ჩვენ პირობებს, დაუმეგობრდნენ აქაურ დელფინებს და ყავს შთამომავლობა მათგანაც. ექვსი ახალდაბადებული დელფინი ყავს. ნინი ყველაზე უფროსი არის, ესე იგი, ის არის მე-7 წელშია, 6 წლის არის უკვე. ხოლო დანარჩენები 2 წლისა და ეს პატარები კიდე მოიხსენებათ თვეებისა. სულ თავიდან, როცა ცხოველი არ არის გაწვრთნილი, თავიდან იწყება თევზით, ანუ აძლევ თევზს და ნელ-ნელა მოვყავს ახლოს და აჩვევ ცხოველს შენ თავს. შემდეგ უკვე კონტაქტია ცხოველთან, დობა მიდის ადამიანის და ცხოველთა შორის და შემდეგ უკვე იწყება გაწვრთნის პროცესი. პატარები მაგალითად 6 თვემდე თევზით არ იკვებებიან ძუძუთი. ამიტომ თევზზე რო გადადიან, შემდეგ იწყება პატარების გაწვრთნა. საერთოდ ჟესტიკულაცია გვაქვს, რადგან დელფინებს აქვს ძალიან განვითარებული სმენა და ჩვენი ხმა არის დაბალ სიხშირეზე, მათ მაღალი ულტრაბგერები ესმით. ამიტომ ჩვენი ლაპარაკი არ ესმის და ხმარობ ჟესტებს, ანუ სამნაირი ჟესტი არსებობს, ეს არის შეხებითი, ჩვენებითი და ბრიჯი გვაქვს სპეციალური სასტვენი, რომელიც ულტრაბგერას გამოცემს, რომელიც ესმის ცხოველებს. თავიდან რო დავიწყე მუშაობა, ასე 3-4 თვე, მხოლოდ უყურებდი როგორ მუშაობდნენ მწვრთნელები, ვაკვირდებოდი, მე მიჩნდებოდა კითხვები, პასუხს მცემდნენ, მასწავლიდნენ და აქედან გამომდინარე უკვე 5-6 თვის მერე დავდექი დელფინი და დავიწყე მუშაობა. თავიდან ცოტა გამიჭირდა ეს ისეთი თემაა, რომ ახლა დელფინია ცხოველი, ადამიანი ხარ, ეს ცოტა ნერვიულობ, ცოტა ისე ხარ, იმიტომ რომ როდესაც დელფინი გაწვრთნილია და ერთი მოქმედება ის კარგად შენ რო რაღაც აგერიოს, ხო? ის იმდენი შრომა უკვე წყალშია ჩაყრილი და დელფინს თავიდან უნდა დაიწყო იმაზე, იმ მოქმედებაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, სწორი მუშაობა საჭირო რა. ელემენტარული შეცდომა ძალიან დიდ პრობლემას გამოიწვევს საერთოდ. ძალიან ჭკვიანები არიან. ანუ არ ვიცი როგორ აგიხსნათ. აი ეგრევე რო ითვისებენ ყველაფერს. თვითონაც რო გთავაზობს რაღაცეებს ახალს. აი არის მომენტი, როცა უნდა რომ თვითონ დელფინმა გაგწვრთნას რა. ანუ მიჭკუაზე რო გაიარო, აი იმდენად ჭკვიანები არიან. აი ძალიან ყოველ დღე ანუ 9 წელია მუშაობ და ჩემს ყოველ დღე არის ახალი ამათთან მუშაობა. ყოველთვის ახალი რაღაცას გთავაზობენ. ძალიან ჭკვიანები არიან.
ჩვენ ხელმძღვანელობთ იმ მეთოდებით და იმით, რომელიც საერთაშორისო აღიარებულია ნებისმიერ ქვეყანაში, იქნება შეერთებული შტატები თუ იაპონია თუ საფრანგეთი თუ გერმანია თუ სადაც არის ასეთი ობიექტები, მწვრთნელებს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სკოლებია, საუბედურო ჩვენთან არ არის, იქ სკოლებია, აკადემიასაც ეძახიან ამერიკაში, მწვრთნელის აკადემიას. სადაც შეგიძლია გაიარო ეს კურსი, რომელიც გაიარა ჩვენმა მწვრთნელებმა, სხვადასხვა გაიარა ჩვენმა მწვრთნელებმა ჩვენთან, მაგრამ აქ გავიარეთ ის, სანამ მათ მიეცემოდათ საშუალება მათთან ურთიერთობას. პირველი დელფინები 1975 წელს გაიხსნა, რომელიც აშენდა 1974 წელს და 75 წელს გაიხსნა მნახველებისათვის. ეს იყო საბჭოთა კავშირში ერთადერთი და პირველი, ასე ვთქვათ, ღია დელფინარიუმი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ იყო სევასტოპოლში სამხედრო დელფინარიუმი. ძალიან დიდი წვლილი აქვს ამაში შეტანილი მაშინდელ იმ პიროვნებებს, რომლებიც მუშაობდნენ აკვარიუმში, მაშინ აკვარიუმი იყო ბათუმში, ძმები იოსავები იყვნენ ესეთი და მეც ჩავერთე 74 წლიდან, მეც დელფინარიუმში მუშაობდი მათთან ერთად. ხოლო შემდეგ მოგეხსენებათ 90-იან წლებში რა სირთულეები დადგა ქვეყანაში, ობიექტმა პრაქტიკულად შეწყვეტა ფუნქციონირება, არ იყო შუქი, ეკონომიკური და ენერგეტიკული, როგორიც ხნებათ პრობლემები და აი 2005 წლიდან გაჩნდა ეს 2006 წლიდან გაჩნდა ეს იდეა, რომ იქნა აღდგენილი, მაგრამ ეს არ არის სამართალმე მკვიდრე იმ დელფინარიუმის, უბრალოდ ეს არის ახალი დელფინარიუმი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. გვაქვს ახლა საუკეთესო წყლის გამწმენდის სისტემა, თანამედროვე ტექნოლოგიებით და ეს არის სწორედ წყლის ოზონირება. და ესეთ პირობებში რო არის დელფინები, ამიტომ გვაქვს ასეთი ნამატი. გარდა დელფინებისა ჩვენ კიდევ გვყავს ვისლომები და იქაც გვყავს ნამატი 5 ბიჭი. ჩვენ ჩამოვიყვანეთ ვისლომები ჩილედან 2009 წელს 4 ვისლომი ჩამოვიყვანეთ კონი, მარი, ემა და პედრო. აი ამათი ამ ოჯახის შვილები გვყავს ახლა ესე გუდუნა, გიგუნა, პელე და ორს კიდე სახელი ჯერ არ დაგვქნა, ისინი პატარები არიან.
ბიჭებმა უკვე დაარქვეს გონი გოჩა და ხვიჩას ეძახიან. გულშრომები ამათან განსხვავებით ესმით იმათ ხმა, ან როგორც ძაღლებს თან ურთიერთობა ზუსტად იგივე ისაა იმათთან. ცნობენ. ისინი ცოტა აგრესიულები არიან. ანუ სხვებთან მიმართება, სხვას არ შეუძლია მაგალითად რომ შევიდეს იმასთან მოეფეროს რაღაც მწვრთნელის გარეშე. მწვრთნელებთან ძალიან სიყვარულით არიან განწყობილები. ყოველთვის ცდილობენ რომ ვეკონტაქტოთ უფრო მეტი და ანუ უფრო მეტ დროს გატარება ჩვენთან უნდა ვიდრე ერთმანეთთან ატარებენ რა. ყოველთვის უნდა რომ ჩვენ ვიყოთ მათთან. ერთი რაღაც რო ასწავლოთ, ჭირდება ასე ერთ თვემდე მაინც რა, გააჩნია, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირი ხასიათისა, ზოგი ადვილად ითვისებს, ზოგი რთულად ითვისებს. დელფინებშიც ასეა. ზოგი ცელქოს, ზოგი ცელქია, ზოგი ჭკვიანია, არა ყველა ჭკვიანებია, მაგრამ სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, როგორც ჩვენ ადამიანებს. ზღისლოვები ჭკვიანები არიან, უბრალოდ ცოტა სხვანაირი ხასიათი აქვს. და ცოტა აგრესიულებიც არიან, აი დელფინებთან განსხვავებით. იმიტომ იმათ ესმით და ცნობენ იმას, თქვათ, ვინ ხშირად მუშაობს მასთან და ვინ არა და აქვთ ინფერცდელობები, თქვათ, ზოგჯერ შეიძლება შეგაშინოს და თუ წამოეგები ამ შიშს, მე ცოტა ძნელია მათთან მუშაობა. დაგეგმილია რომ გაკეთდეს მათთვის ცალკე აუზი თავისი ტრიბუნით, სადაც ისინი იქნებიან მოხდება მათი დემონსტრირება. ზოგიერთ ქვეყნებში აკეთებენ ერთობლივად სელაპების და დელფინების შოუს და აქაც არის ხოლმე ჩდება ხანდახან შეკითხვები, რომ რატო არ ვერიდებით, იმიტომ რომ მათი ბაქტერიოლოგიური სპექტრი და დელფინების განსხვავებულია. ამიტომ ვარიდებთ ხოლმე, ვცდილობთ რომ განსაკუთრებულად ყავდეს მათ. არა, ეს მშვენივრად გრძნობენ თავს ერთმანეთს, მეგობრულები არიან, მაგრამ უკეთესია რომ ისინი იქნებიან თავისთვის თავიანთ სახლში და თავიანთ ასე ვთქვათ არენაზე. მორჩი. პედრო.
Welcome, ladies and gentlemen, to one and only Батуми Долсунярию. Приготовились, пожалуйста. И Nimi and Kako and you. Громче. Громче. Еще раз. Окей. Олимпиада Сиси. Овации громче. Еще громче. Сарамайя. ნომრებს რაც შეეხება ბატონი ტარიელ წეროძე გვაძლევს თქვათ იმის დანიშნულებას რა უნდა გავაკეთოთ და მე ვიწყებთ იმაზე მუშაობას და ვაყალიბებთ თქვა რა ნომერი ჩვენ გვინდა რა გავაკეთოთ შოუს როცა მუშაობ დელფინთან ხო და ჩართული ხარ მასთან მუშაობაში და ხშირ მუშაობაში რო ხარ უფრო გებულობ მის ხასიათს და მის ფსიქოლოგიურ მომენტს და ახლა ზოროსთან და მაიასთან უფრო ხშირად მიწევს მუშაობა შოუდან გამომდინარე და მაქედან გამომდინარე უფრო ახლოს ვარ მათთან. კარგად ვიცი მათი ხასიათი და მათი ფსიქოლოგიური მომენტი თქვა რა უნდა და რაც როგორ გააკეთო. ჩემთვის რთული ნომერი არის უფრო ცოტა ემოციური, სანერვიულო. როდესაც მიდიხარ ნახტომზე და დელფინს ამოყავ წყინიდან და აკეთებ სალტოს. ახლა აქ რამხელა გათვლა ჭირდება ადამიანს. როდესაც ხტები წყალში დელფინები გაწვევიან ფეხებზე, ფეხის გულებზე, აი ამ ადგილას უბრალოდ აწვევიან და შენ თვითონ უნდა დაიცვა ბალანსი. თუ სწორად არ ამოხდის აუზის შუა ნაწილში, მე ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, ამიტომ ძალიან რთული ისა უნდა ნერვიულობა არა საჭირო, პირიქით უნდა დამშვიდე და ჩემ თავსაც ამას ვეუბნები, რომ სანერვიულო არაფერი არ არის. მიდი აკაკი და მომხნევი ჩემ თავს და გამომდის კიდევაც. საჩვენებები პროგრამა არის დატვირთული შემეცნებითი საგანმანათლებლო ელემენტებით. ვცდილობთ რომ შევაყვაროთ ეს არსებები მნახველებს და ამით მივახციოთ იმას, რომ მათი დამოკიდებულება ბუნებისადმი უფრო ჰუმანური გახდეს, შესაბამისად ჰუმანური იქნება მათი დამოკიდებულება იმ არსებებისადმი, რომელიც ცხოვრობენ შავ ზღვაში.
არის ცხოველთა დამცველების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც თვლი რომ ბევრი კარგი საქმე გააკეთეს მათი ასე ვთქვათ ამ შეუვალი პოზიციის გამო მიღწეული იქნა ის რომ სოფლიოში აღარ არსებობს ესეთი დელფინარიუმი გარდა გარკვეული ქვეყნებისა, სადაც ცხოველებს, ესე იგი ბინადრებს ინახავენ არაადეკვატურ გარემოში. მათი პოზიცია არის ის რომ არ უნდა იყვნენ ეს არსებები, ასე ვთქვათ, რაღაც ნოოგენურ გარემოში, რაღაც შეზღუდულ პირობებში. მე თანახმოვარ, მაგალითად, რომ ასეთი ობიექტი არ უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ზღვა და არ ყავს, ვთქვათ, ეს ბინადრები ჩვეულებრივ გარემოში. მაგრამ იმისათვის, რომ ყავდეს სპეციალისტი, რომელსაც შეიძლება, ვთქვათ, აღმოუჩინოს დახმარება რაღაც რაოდენობას გამორიყულ დელფინს, ან აწარმოოს მონიტორინგი, ან მიიღოს მონაწილეობა იმ კვლევებში, რომელიც თქვათ უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივ მათ საარსებო გარემოში. სად ვიშოვით ამ სპეციალისტებს, სად გავსდით, საიდან მოვიყვანთ? რეაბილიტაციის პროცესი პრინციპში რა არის? რეაბილიტაცია არის, თქვათ, გამოირიყა, ცოცხალია, გადაარჩინე, გარკვეული პერიოდი საქენი შეინახე და დააბრუნე უკან რეაზღვაში. მაგრამ ეს პერიოდი თუ გაიწელა, ის უკვე ივიწყებს ნადირობის ქცევას. ესე იგი, უკვე ეჩვევა, ასე ვთქვათ, ხელოვნურ საკვებს, ხელოვნურ მემოქმედებლობას, სადაც ადამიანი კვლევას მოაქვს. ისევ რეაბილიტაციაა საჭირო, ისევ გადაყვანა გარკვეული პერიოდით, ესე იგი, ღია ზღვაში, მაგრამ არა გაშვება და იქ ზღვის პირობებში უნდა ისევ აღადგინო ის პროცესი, რომ მას შეეძლოს დამოუკიდებლად საკვების მოპოვება. ეს ერთი მხარე, მაგრამ მეორე მხარეა, ცუდი რა არის, რომ ის უკვე ადამიანებს იმდენად შეეჩვია, იმდენად ნდობა აქვს მათთამი, რომ ის შემდეგ დაიწყებს ადამიანებთან მისვლას და ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ადამიანები, რომლებიც მათთან შეიძლება შევიდნენ კონტაქტში, არ მიაყენებენ ზიანს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადამიანებს შევაყვაროთ. შევაყვაროთ ეს არსებები და ამით ესე იგი რაღაცა მათ ცნობიერებაში შევიტანოთ ისეთი მუხტი, რომ მათ სხვანაირ დამოკიდებულება ქონდეს. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ხოლმე, რა, ხომ მოგეწონა ეს რომ დაამთავროს ეს მათთან ურთიერთობა, ხომ მოგეწონა და აი სწორედ თქვენზეა ბევრი რამე დამოკიდებული, რომ ისინი კარგად იყვნენ იქ, სადაც არიან. ესენი ხო არიან აქ კარგად, მაგრამ ხო არიან კიდე სხვები, რომლებიც სხვაგან ცხოვრობენ. აი ისინი რო კარგად იყვნენ, აი ნუ გადავაგდებთ ცელოფნის პარკებით, ნუ ისარგებლებთ, აი ოჯახში როგორც ვალაგებთ, ასუფთაებთ და ყველაფერი წესრიგი გვაქვს, ისე ვიყოთ გარეთ რა და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ჰარმონიაში ვიქნებით.